გამარჯობა, ეს არის ნიტეკორის ფანარი, მოდელი არის MT21C. აი ესეთი ფანარია. მისი გამორჩეული თვისება არის ის, რომ შეუძლია 90 გრადუსით ესეთი მოხრა. რაც არის ის პლუსი, მაგალითად, რომ თუ ჩანთაზე გვექნება ან სადღაც შესანათებელი ან რამე მსგავსი, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ძალიან მარტივად გამოვიყენოთ. ასევე მას აქვს ესეთი დიდი თუ პატარა პლუსი, ეს არის ის, რომ აი ეს ნაწილი არის მაგნიტური, საკმაოდ მყარი მაგნიტია და მარტივად ეკვრის რაიმე მეტალს. ასევე მას მოყვება ესეთი სამაჯური თავისი კლიპსათი, მოყვება შალითან ნაჭრის, რომელსაც ან სადმე კამარზე ჩანთაზე დავიმაგრებთ, ან თუ რამე ესეთი დასამაგრებელი არ გვაქვს, შეგვიძლია კარაბინითაც ჩვეულებრივად ჩამოვიკიდოთ და ასევე მოყვება ინსტრუქცია. აი ესეთი. მისი ზომა არის დაახლოებით 13 სანტიმეტრი და წონა 103 გრამი. მას აქვს განათების 8 რეჟიმი, რომელსაც გაჩვენებთ, თუმცა აქვს ესეთი მინუსი. მას არ მოყვება ელემენტი, თუმცა გაჩვენებთ რა ტიპის ელემენტი უნდა გამოვიყენოთ ამ მოდელი ფანრისთვის. ეს ელემენტი შეიძლება იყოს ორი ტიპის. ერთი არის ის, რომ თუ გამოვიყენებთ, შეგვიძლია ჩავდოთ ერთი ცალი 18650 ელემენტი, რომელიც მე მაქვს ახლა ჩადებული. ესეთი, აი ნახეთ როგორი მაგნიტია. აი ესეთი მაგნიტურია. ანუ მას ჭირდება ერთი ცალი 18650 ან ორი ცალი CR123 ტიპის ელემენტი. როგორც გითხარით, ახლა არის 18650 ერთი ცალი. ეხლა დავახურებ და გაჩვენებთ მის რეჟიმებს. რეჟიმების გადასვლა გამოყენება არის საკმაოდ მარტივი, იმიტომ რომ აქვს მხოლოდ ერთი ღილაკი. დაბლოკვის ფუნქცია არ აქვს, ანუ ჩვეულებრივად განსაკუთრებული არაფერი, გარდა იმისა, რომ აქვს 8 რეჟიმი, მაქსიმალური განათება არის 1000 ლუმენი, მინიმალური არის 1 ლუმენი. მაქსიმალური შემთხვევაში შეუძლია გაძლოს 1 საათი და მანძილი იქნება 184 მეტრი, ხოლო მინიმალური შემთხვევაში ეს იქნება 1 ლუმენი და მას შეუძლია გაძლოს 700 საათი. ან წარმოიდგინეთ 700 საათი, თუმცა ამ შემთხვევაში განათების მანძილი ეს იქნება 6 მეტრი. ეხლა გაჩვენებთ განათებებს, განათებას ვrთავთ აი ამ ნაწილით. ოღონდ დიდხანს უნდა დავაჭიროთ. ეს არის ზუსტად 1 ლუმენი. აი ესეთი ახლა კიდევ უფრო განათებულია და უბრალოდ არ გამოჩნდება, თუმცა ღამით საკმაოდ შესამჩნევი იქნება. შემდეგ რეჟიმებზეც გადავდივართ აი ამ ნაწილით. აი ესე მინიმალური ნახეთ 1 2 3 4 5 ეს არის 5 თუმცა თუ ისევ გავთიშავთ ჩავთავთ და სწრაფად უნდა დავაჭიროთ აი ამ ღილაკს ამ შემთხვევაში გვექნება დანარჩენი 3 რეჟიმი ეს არის SOS რეჟიმი ან დახმარების სათხოვნელად ესეთი აი ნახეთ ეს არის ჩვეულებრივი ან სხვა რეჟიმები და კიდევ ერთი რეჟიმი არის აი ესეთი სტრობი ქვია ამ რეჟიმის ასევე ამ რეჟიმის და SOS რეჟიმის ჩვეულებრივად ყველა დანარჩენის ჩვეულებრივი მაქსიმალური განათება ეს არის 1000 ლუმენი სხვა დანარჩენი რომელიც უფრო ცვალებადია აი ესენი ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად მერყეობს 1000 ლუმენიდან 1 ლუმენამდე ეს არის მინიმალური ეს მოდელი არის მეტალი, ასევე დარტყმა გამძლე და წყალგაუმტარი, თუმცა შესაბამისი სხურები აქვს ამასაც, რომელსაც უფრო ზუსტად საიტზე ნახავთ. ასევე აი აქაც აქვს ესეთი კლიპსა და მოკლედ სულ ეს იყო ამ მოდელთან დაკავშირებით. გაითვალისწინეთ, რომ ელემენტი ამ მოდელს არ მოყვება. თუ რამე კითხვა გექნებათ, აუცილებლად გითხარით. მადლობა.